მოგესალმებით პატრიცემულ მაყურებლებო, მე ვარ გიორგი გელაშვილი პერფორმანსი და ეს არის 2024 წლის C8 Corvette Stage 1 Twin Turbo. Yeah. Ooh, let's go. Wait. Hold on, Q. Yeah. Feel like I'm at the tippy top of my game, looking down at the rafters. I had to son these boys, can't leave them bastards. A lot of dudes, just some undercover actress. I don't fall for it, I'm privy to all your tactics. Yeah, so try again, this time take a vitamin. Yeah, invite them in, welcome to the Lion's Den. And I'm Mufasa, big boss in charge of. Coming in like a bull, you see me raising the stock up. Yeah, so baby, you gonna need some patience. Am ვიდეოში ვეცდები გაჩვენოთ მოკლედ თუ ვრცლად როგორ გამოიყურება ეს მანქანა ქარხულ მდგომარეობაში, Twin Turbos დაყენების პროცესში, პატარ-პატარა ფრაგმენტები, დასტროიკის პროცესიდან, გზაზე გატესტვა, აჩქარების კადრები, ასე შემდეგ. ამიტომ მოთავსდით ყუდროთ, მოიმარჯვეთ სასუსნაოები. ხო, თუ ჯერ კიდევ არ გამოწერილი ჩემი არხი ის რო გამოიწერო და პატარა ზარსაც მეც გაპონო თითი რო არ გამოტოვა ახალი სერიები, იმიტომ რომ ვეცდები რომ ყოველ კვირა შემოგთავაზოთ ახალი ეპიზოდი, მოკლედ თუ ვრცელი, შეძლების და გვარად რაც მომიხერხდება, მოკლედ. წავედით. Twin Turbo C8 Corvette პირველი დაკოქვა. Sounds like exhaust is leaking, huh? I think that's just the way it sounds. Yeah, they sound different than ETS for sure. Yeah. Remember how the E-Ray sounded? Yep, pretty much same. Yeah. Servam გადმოინაცვლა დაინოზე. ეხლა ფრენგი დაამაგრებს. ძალიან მომწონს ეს ფერი. თუ რა საქმეა. Yeah. ეს არის ქარხნული გრაფიკი და ეხლანდელი Twin Turbos გრაფიკი. ქარხნულმა აჩვენა 434 ცხენი და 374 foot-pound თორკი. ქარხნული იყო 434 408, ეხლა არის 637 529.
პატარა დამუშავება უნდა ბამპერს, იმიტომ რომ კურსი წელი ძალიან ახლოს არის და ედება. რატომღაც ესე დააპროექტა ტურბოკიტი ვიღაცამ. აშასე გამოვედი გზაზე. ხმა ცოტა ჩახლეჩილი მაქვს, მე მოპატიეთ. არ ვიცი ზუსტად კადრი რამდენად სწორად არის და რამდენად კარგად ვიყურებ, მაგრამ იმედია მხედავს და იმედია რომ გესმით ჩემი ხმა და თხოვილა არ ვლაპარაკობ ამდენს. გამოვედი გზაზე რომ მანქანა გავტესტო, დავწუნე რომ ყველაფერი გზეა, დავაკორექტირო გზაზე რომ ბოლომდე მივიყო ნასტროიკა და გავტესტო აჩქარება. ეს არის ჩემი ახლანდელი მიზანი. ეს მანქანა არის 2024 წლის. ყველაფერი ქარხნული აქვს, გარდა ტურბოკიტისა. აღენია ქარხნის ძრავზე ტურბოკიტი, რომელიც უბერავს 0.35 ბარს. ყველაზე კაი შემთხვევაში 0.4 ბარს მოკლედ და 0.4 ბარზე გამოიმუშავა დაინოზე როგორც ნახეთ 627 ცხენის ძალა ბორბალზე. შემდეგ დაინოზევე მოაკელი 1 გრადუსი საჟიგანია და ცოტა ჩამოწიე ძალა, რომ გზაზე გავტესტო, დავზუნე რომ ყველაფერი გზეა და მე ნელა-ნელა წავწევ წინ ძალას თუ საჭირო იქნება. მაგრამ ძალიან მეეჯება რომ საჭირო გახდეს, იმიტომ რომ ქარხნული ბორბალი აყენია და ქარხნული სცეპლენი აქვს მანქანას და დიდ ძალას ვერ უძლებს ქარხნული სცეპლენი, ამიტომ ჯერ პირველ რიგში უნდა გავტესტო შედარებით ნაკლებ ძალაზე და შემდეგ უკვე ნელა-ნელა წავიწიო წინ, სადამდეც შევხედავ რომ აქვს რესურსი. გარბენი გავაკეთე, გავაჩერებ მანქანას და ჩავხედავ ლოგებს, ლოგის მიხედვით შევიტან ცვლილებებს და შემდეგ ისევ გამოვალ და გავტესტავ. Right now I did some little adjustments. I'm gonna do a short drive and little rip for you guys. I installed my camera over here, so let's see how it goes. I want to show you guys the actual cluster so you guys can see how quick it accelerates with the stage 1 twin turbo setup. Right now it's in a track mode, traction control off. The car is on factory tires. It runs so smooth. I really love it. The clutch holds perfect. This is a perfect setup for anybody. I wouldn't hesitate giving this car to my wife to go out, drive for weekend or groceries or whatever. It drives smooth, power delivery is perfect. It doesn't throw in the power like crazy. No, the power delivery is very smooth and drivability is very smooth. Shift is great. Holds power perfect and doesn't try to spin or run away or something. It's great. I really take my time and spend a lot of time dialing it in to a perfection, so I need to make sure that whenever I'm done, customer will get 100% perfectly performing vehicle, safe, reliable and powerful. რა სიტყვით? მე მგონი ცუდად აჩხარდება, ხო? ბორბალზე 630 ცხენისთვის მე თუ მკითხავთ ძალიან კომპეტიტივი დადის ეს მანქანა. Hard top convertible, ან კაბრიოლეტი. გაცილებით მძიმეა ვიდრე ჩვეულებრივი კუპე. მაგრამ მაგის და მიუხედავად ამ სეტაპისთვის ძალიან კარგად დადის, ძალიან სტაბილურად დადის და ზედიზედ მიყოლებით გავტესტე პირველი სიჩქარიდან მეხუთეს თითქმის ბოლომდე. კი ნახეთ რა სიჩქარით მივდიოდი, ეს სპიდომეტრი მილებშია. მე მგონი რომ ყველაფერი გაიტესტა, რაც გასატესტი იყო და თუ
რამე იყო დასაკორექტირებელი, ყველაფერი დავაკორექტირე. მაგის და მიუხედავად ახლა კიდევ სანამ უკან დავბრუნდები სამსახურში კიდევ ერთხელ ჩავიწერ ლოგს და ამით დავამთავრებ ამ მანქანასთან ურთიერთობას. ამ მანქანაზე მექანიკურად შეცვლილი არის ერთადერთი ის, რომ ქარხნულ კოლექტორებზე აღენია ტურბოკიტი. გულში წელის ბოლო ბაჩოკი, რა თქმა უნდა, ქარხნული აღარ აღენია, მაგ ადგილას კიდია ტურბოები და ტურბოებს თავისი პირდაპირ პრემატოკი ვიხლობი აქვს. არაფერი ის არ უღენია ბაჩოკი, წარიელი მილია. ხო და 0.4 ბარი იყო წნევა, ეხლა რასაც უყურებდი გამგარბენებს და 0.4 ბარისთვის ძალიან ჯიგრულად დადის მანქანა. ძალიან მომწონს, რამდენად სტაბილურია და რამდენად კარგად უჭირავს თავი მანქანას. გინდაც traction გამორთული და მაინც აკორექტირებს traction-ს და გეხმარება, როგორც ვნახე ლოგში. კი გამორთე ბოლომდე, მაგრამ მაინც არ არის ბოლომდე გათიშული. საჯიგანიას მაინც აკლებს და ძალას გიზღუდავს, როცა მანქანა დაბუქსავებას ცდილობს. მაგის და მიუხედავად ძალიან საკაიფოდ აჩქარდა პირველი სიჩქარიდან და არავითარი ხარვეზი არ ქონია საერთოდ. მანქანას წინ უყენია დამატებითი რეზერვუარი გაგრილებისთვის, თუ მომხმარებელს სურვილი ექნება, რომ ყინული ჩაყაროს, შეუძლია ყინული ჩაყაროს, იგივე აისტანგია. ამ მანქანას წინ აქვს საბარგული და წინა საბარგულში არის ეს აუზი მოთავსებული და ისე არის გაკეთებული, რომ პატარა ბარგის ჩადება რო დაგჭირდეს, მაინც შესაძლებელია და საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურება, რაც ყველაზე მთავარია. ანუ სამაძელ კინვიძე არ არის რა. მანქანა დადის როგორც ქარხნული და რო იაროს მანქანამ როგორც ქარხნულმა, ამას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება, რომ ისე დაანასტროიკო, რომ ყველანაირ შემთხვევაში და დიაპაზონში და ნებისმიერ ბრუნზე ქარხნულივით გამოყვეს. ეს ისეთი მანქანაა და ისეთი სიმძლავრე, რომ ნებისმიერ პიროვნება შეგიძლია გადასცე, რა თქმა უნდა, ვინც მანქანის მართვა იცის და შეგიძლია თამამად ენდო, იმიტომ რომ არ არის რაღაც საოცრება იმ თვალსაზრისით, რომ მოგიწყდეს გზაზე, ან რა სადღაც გაგიქცეს და ვერ დაიმორჩილო, ან ესე უცაბედად რომ მოქონდეს ძალა. არა, ძალიან სუფთად, ძალიან პლავნად მოდის სიმძლავრე და მე პირადად ძალიან მომწონს. ისეთი მანქანაა, რომელთაც ყოველდღე სიარული, მაგალითად მე მესიამოვნებოდა. განსაკუთრებით ის ფაქტი მსიამოვნებს, ჩემი ნაშრომი არის და ჩემი შედეგია და კარგად მუშაობს, კარგად რთავს სიჩქარეს, ყველაფერი ხუთიანზე აქვს. ამ მანქანის სიმძლავრის შემზღუდავი ფაქტორი არის ქარხნული ცეპლინია, რომელიც ზოგადად 650 მიდამოში უკვე სრიალებს, მაგრამ შეიძლება 600-იც ისრიალოს, ბორბალზე მაქვს საუბარი, 600 ცხენის დალა როცა გაკან 650. მანქანიდან მანქანამდე გააჩნია რა, ზოგი სრიალებს, ზოგი არ სრიალებს, ზოგი იჭერს, ზოგი არ იჭერს, მაგრამ ეს კონკრეტული ძალიან ჯიგრულად მუშაობს, არავითარი ხარვეზი არ აქვს ცეპლინიას, თან მანქანას აქვს სულ 7852 მაილი გარბენი, 2024 წლის მოდელია, ვერაფერს ვერ დაუწუნებ ნამდვილად, მე ძალიან მომწონს. და კომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ. იყოლიებდით თუ არა ასეთ კორვეტს და თუ იყოლიებდით twin turbos და აყენებდით თუ არა. მათთვის ვისაც გაინტერესებთ ცერვა კორვეტის გატურბინება, არ მაქვს საუბარი Z06-ზე, საუბარი მაქვს Stingray-ზე. აუცილებელია რომ კომპიუტერი გააგზავნოთ ამერიკაში, HP Tuners-ში, რომ კომპიუტერის განბლოკვა მოხდეს, რომ მისი დანასტროიკება შესაძლებელი იყოს. განბლოკვის მერე მე შეგიძლია რომ დაგინასტროიკოთ მანქანა და კინე კომპრესორი დააყენეთ, კინე ტურბო დააყენეთ, ყველაფრის დანასტროიკება იქნება შესაძლებელი. უბრალოდ თუ ვინმეს სურვილი გექნებათ რომ მსგავსი პროექტი განახორციელოთ, გირჩევდით რომ ჯერ გაიაროთ კონსულტაცია ჩემთან, გეტყვით ზუსტად რა ნაწილები შეიძინოთ და რა ნაწილებს მოერიდოთ და შემდეგ დაიწყოთ პროექტის ნაწილების შეძენა თუ განხორციელება. დისტანციურად ძალიან მარტივად შემიძლია ამათი დანასტროიკება. რა თქმა უნდა, თქვენ მხარეს უნდა იყოს HP Tuners-ის კაბელი, Windows-იანი ლეპტოპი, ინტერნეტი და მოწმინება. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია დისტანციურად. ამ მანქანაზე wideband-ი, ანუ ლამბდის, დამატებითი ლამბდის დაყენება არ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ქარხნული wideband-ი უყენია და ორივე ბანკაში, ანუ
ორივე მხარეს შეგიძლია ნახო რას მესი გაქვს და არ არის არავითარი საჭიროება იმისათვის დამატებითი მესის დაჭეგი მიაერთო გინდა გზაზე და გინდა დაინოზე. სანასტროიგოთ მე პირადად დაინო არაფერში არ მჭირდება, ასე რომ თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროთ ისე გადაწყვეტეთ გნებავთ დაინოზე დააყენეთ მანქანა ისე დავანასტროიგოთ, გნებავთ გზაზევე დავანასტროიგოთ, უბრალოდ გზაზე ვერ გაიგებთ რამდენი ცხენის ზალა აქვს მანქანას. რაც შეეხება ატმოსფერული ცერვას ტიუნინგს, მარტივად რო გითხრათ, სტოკი მანქანის ტიუნინგზე, მხოლოდ კომპიუტერულ ტიუნინგზე ყველა ფულს ნუ დახარჯავთ, იმიტომ რომ ძალიან მცირე შედეგი გექნებათ და არ ღირს იმ დანახარჯად, რაც მოგიწევთ რომ გაწიოთ კომპიუტერის განბლოკვისთვის, ადაპტერისთვის, ლიცენზიისთვის და ჩემი მომსახურებისთვის. თუ ატმოსფერული სტატიუნინგებას გადაწყვეტავთ, აუცილებლად იფიქრეთ რასპრედლის შეცვლაზე, ინტეიქის, გამშვების და ასე შემდეგ. ასევე შემიძლია კონსულტაცია გაგიწიოთ ამ ყველაფერზე. ახლა კი პატარა გარე კადრებსაც გაჩვენებთ მანქანისას და ამით დაგემშვიდობებით ამ კონკრეტული მანქანის შესახებ. ეხლა დავაბრუნოთ მანქანას დაინოზე და ნახოთ რა ძალის ამოღება შევძლეთ. ეს მანქანა წინაზე რო დავანასტროიგე რასპრედვალის გარეშე ბორბალზე გამოიმუშავა 700 ცხენისაა და 611 ფუტ-პაუნდი თორკი. მას მერე შეიცვალა მხოლოდ რასპრედვალი და კლაპნის პრუჟინები. დანარჩენი ყველაფერი იგივეა. შკივი იგივეა, დროსელი იგივეა, ინტეიქი იგივეა. ეხლა კარგი მაგალითია იმისა, თუ რა სხვაობას გვაძლევს მხოლოდ რასპრედვლის შეცვლა და შემდეგ დანასტროიგება. გამშვები კოლექტორებია შეცვლილი, მაგრამ ვიხლობი დანარჩენი უკან ქარხნილია. მანქანა დაინოზე მზად არის, წავედი დავწყობ. ნელ-ნელა მივიწევ წინ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მანქანაში ასხია ძველი საწვავი, რომელიც მეთმაიცის რამდენი ხანია დგას. ნახევარ ბაკზე მეტი არის მანქანაში საწვავი. ამიტომ დავამატებთ ცოტა მაღალოქტანიანი საწვავი, რომ ასე თუ ისე გავამეცოცხლებინა და 93-ის დონეზე მიმეყვანა. და ესე ნელა-ნელა ეტაპობრივად წავედი წინ, ჯერჯერობით 746 ცხენის ზალაზე გავჩერდი ბორბალზე. რაც მე მგონი ასე თუ ისე ცუდი შედეგია, მარტო რასპრედლისთვის ნასტროიგით. ეხლა ცოტა ხანი გავაგრილებ მანქანას, კიდე პატარა კორექტირება შევიტანე კალიბრაციაში. გავაგრილებ და გავტესტავ და ნახოთ შევძლებ თუ არა წინ წასვლა. პატარა კორექტირებები შევიტანე. ახლა კიდე ერთხელ გავტესტავ, ნახოთ როგორ წავა მანქანა. დრაგი არ მაქვს თან, ამიტომ აჩქარებას ვერ გავზომავ და ყველა ნუ მომთხოვთ.
გადავხედე logs, ყველაფერი იდეალურად არის. ამით ჩემი და Escalade-ის ურთიერთობა აქ მთავრდება. ეხლა დავბრუნდები შაპში. გადავცემ გასაღებს. შემდეგ გადაიღებენ ამ მანქანის ვიდეოს და უკვე მერე გადასცემენ მომხმარებელს. ახლა კი ის დროა მე აქ დაგემშვიდობოთ და არ დავიწყდეს არხის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე. ეს არის მორიგი Escalade V, რომელშიც ყოვანი შიგნეულობით ჩავდეთ ძრავი. Hey Zach, what did you do? Put 416 in. Okay. 416, ported blower, ATI, All right. bunch of stuff. Let's see how much it will make. 830. 830? Okay. 830. 830. Okay, let's see. მოგილთ ეს ცოტა ხანში მზად იქნება საბაზისო კალიბრაციას. ჩავწერ რომ მანქანა დავქოქო და გავიერ გამოვიაროთ. ნახოთ ყველაფერი გზია თუ არა, გზას დავანასტროებოთ და მერე გადავინაცვლოთ დაინოზე. ეს Firebird-ის ბიძაშვილი, კამაროგა Firebird-ებული TRX-ი. Grand Sport-ი, რომელზეც კომპრესორი დადგება, აგერ Noah, აგერ Drake-ი. Chemi Zongis, What are you doing, Drake? cleaning the front timing cover so I can put it back on. And what are you doing over here? There's no gaskets. Put a new cam in it, put a new oil pump on it. I just got done timing it, putting it back in. Okay. Probably an hour. An hour, yeah. Okay. So in an hour and a half we are starting. Maybe 2. Okay. It's easy. It's easy job. Hey, what are you doing here? Oh, wow. Welcome back to the channel, guys. Welcome back to the channel, Chemi Zongis, you know what I'm saying? Tera Era Ekis. Blower, ported blower, Okay. spark plugs, 1300s, booster pump, Uh-huh. cold air intake, Okay. tune. All right. And we're making what? 950 package? 950 package on E, it'll probably make like 920, 930. We'll see. We'll see. You're about to start, right? Oh yes, go ahead and crank it up for me. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დეტალებს. ნასტროიკა მარტო ის არ არის, რომ გაზ ბოლომდე ფეხი ჩააჭირო, მაქსიმალური ძალა ამოიღო და მაგით დაამთავრო ცხოვრება. ძალიან დიდ დროს უთმობ და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ აი ეს წვრილმანებს, როგორც არის ცივზე დაქოქვა, უფრო ბრუნზე როგორ მუშაობს, რამდენად სტაბილურად მუშაობს მანქანა და რამდენად კომფორტული არის ამ მანქანით გადაადგილება. Რა თქმა უნდა, როდესაც მანქანაში რასპრედვალი იცვლება, უფრო არაკომფორტული ხდება როგორც წესი ამ მანქანის სიარული და უქმებრუნი უფრო არასტაბილური და თუხთუხა იჭითება, მაგრამ ეს არის რაც ჩვენ ყველას ავტომოყვარულებს მოგწონს. ხო და ამის და მიუხედავად რომ რასპრედვალი იცვლება, უქმებრუნი მაინც უნდა იყოს სტაბილური, ძრავს რო დაატრიალებს ზევით-ქვევით, უქმებრუნს უნდა იჭერდეს წესიერად, არ უნდა ცდილობდეს რომ ჩაქრეს მანქანა და რაღაცა იფაფხუროს და თავის გადარჩენაზე იზრუნოს, უნდა მუშაობდეს როგორც ქარხნული. დაატრიალებ თუ ჩააჭერ თუ რას არ უნდა, გაზს რო გაუშვებ ფეხს, უნდა დადგეს თავის ადგილას ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე და ჩაქრობის მცდელობის გარეშე. ამას საკმაოდ დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება და პრაქტიკა ჭირდება, რომ ამ ყველაფერს მიაღწიო და მანქანა გამართულად მუშაობდეს. ამასობაში Escalade-ზე საწვავი უნდა ჩამოიღვაროს, იმიტომ რომ რამოდენიმე კვირა მანქანა იდგა და საწვავი ძველია. აგერ მიერთებულია შლანგი ჩამოსაყრელად. შედარებით მოკლე ღვედი იქნება დაყენებული მანქანაზე, რომ მაქსიმალურად დაჭიმული იყოს და მინიმალურად იბუქსაოს ღვედმა შკივებზე. იმის და მიუხედავად, რომ ეხლანდელი ღვედიც დამკვდარია ზედ, მაინც არის იმის ალბათობა, რომ ისრიალებს პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით. Don't want to put the belt on backwards. Yeah. It will make more power.
ხვედი დადგა, ახალი საწვავი ისხმება. Welcome back to the channel, guys. ავიღოთ ლეპტოპი, რომ დაულოგოთ და მე შემოვაყენოთ დაინდოზე. პასაჟირი ადგილზეა, ლოგერი მუშაობს. ახლა უნდა გავატარო მანქანა, დავrწმუნდე რომ ყველაფერი რიგზეა, სანამ მანქანა დაინოზე დადგება, იმიტომ რომ თუ რაღაცა ხარვეზია, ჯობია დაინოზე დაყენებამდე აღმოიფხრას და აღმოჩნდეს, ვიდრე დაინოზე დავაყენოთ, კაი დიდი დრომი აქვს მაგ ყველაფერს და მე აღმოჩნდეს რომ უი რაღაცა გჭირდება. ამინდი წვიმიანია და სამწუხაროდ არ გამოვახლა გაზაობა, ამიტომ ჩვეულებრივი სიარული გაიტესტება მარტო. რისი ნახვაც მინდოდა ყველაფერი ვნახე, ახლა შეგვიძლია დაინოზე შევაყუდოთ მანქანა და გავაჭენოთ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატო გამოიმუშავა ამ მანქანამ ბორბალზე 900 და წინა სერიაში რო გაჩვენეს ასეთივე ზუსტად იგივე კომბინაციის მქონე და ძრავის მქონე ესკალეიდმა გამოიმუშავა 829 ბორბალზე. განსხვავება არის ის, რომ ამ მანქანას და ამ მანქანის პატრონს უნდათ ქონოდა გაცილებით აგრესიული და დიდი რასპრედვალი, რაც წინა მანქანაში აბსოლუტურად საპირისპირო იყო, მეორე მანქანას გაცილებით უფრო ლაითი, ასე ვთქვათ, რასპრედვალი ჰქონდა და ამ მანქანაში მომხმარებლის მოთხოვნით შეირჩა რასპრედვლის სპეციფიკაციები, დამზადდა რასპრედვალი, ჩაიდო ძრავში. ძრავის სეტაპი არის ზუსტად იდენტური რასპრედვლის გარდა, რაც იყო მეორეში და როგორც ხედავთ, ძალაში ძალიან დიდი სხვაობაა. ეს გარბენი 900 ცხენისა და საჩვენო მანქანას ძრავს ქონდა დეტონაცია, იმიტომ რომ საწვავის ხარისხის გამო, რაც შემზღუდავი ფაქტორია, მაგრამ ერთი გარბენი გავაკეთე და მე მოვაკელი ძალა და მანქანას დავტოვებთ 867 ცხენზე ბორბალზე, რომ უსაფრთხოდ იყოს, ამას ყველაფერს გავტესტავ მე გზაზე და დავrწმუნდები რომ უსაფრთხოა თუ არა და მხოლოდ მას შემდეგ უკვე გადაწყდება მანქანას დაჭირდება ძალის მოკლება თუ იგივე ძალის დატოვება. ყოველ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ მანქანა იყოს მძლავრი, მანქანა იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ამას ყველაფერს მივიღებთ ნამდვილად. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ცხენის ძალა, რაც კი აქამდე ესკალეიდს უჩვენებია ქარხმულ კომპრესორზე და 93 საწვავზე. ძალიან მაგარი შედეგია. ამაში რომ 109 ოქტანი ჩავასხათ, დარწმუნებული ვარ, რომ 900 ცხენს ძალიან მარტივად გავწდებით და გაცილებით მეტ ძალას მივიღებთ. საწვავი ჩავასხათ, ჯიგრებო 93 ამ კალონკაზე ღირს 2 და 88 ფაქტიურად 1 გალონი ალზი გავავსოთ და წავიდეთ ვიკატაოთ. აგერ პატარა სტიკერი გვაქვს, რომელიც მიუწოდებს 93 უნდა ჩაისხას და დანამატი ამასთან ერთად. ახლა ვეცდები მანქანა გავტესტო და პატარა ფრაგმენტი გაჩვენოთ აჩქარების. არ ვიცი რამდენად კარგად გავამივანცოდოთ, იმედია რაღაცა კადრების აღებას შევძლებ. ვიღაცამ დამიკომენტარა, რომ ან რამდენიმე პიროვნებამ დამიკომენტარა, რომ მეტას სათვალე შეიძინეო და ისე გადაიღეო. შევიძინე სათვალე, იმუშავა ზუსტად ერთი კვირა, ერთი კვირის თავზე გაფუჭდა, გაუგზავნე უკან და თანხა დავიბრუნე. იმიტომ რომ
ხმა აღარ ქონდა საერთოდ, აღარც იწერდა, აღარც ლაპარაკობდა, არაფერს არ შვებოდა და მოკლედ ძალიან დასანანი იყო, მაგრამ ესე მოვიცილე. ნუ შემდეგში ვიყიდე, მაგრამ ეხა ამჯერად არ მაქვს. პატარა კორექტირება შევიტანე კოლოფის მუშაობაში. ვეცდები კიდევ ერთხელ გავტესტო. ნახოთ თუ ისე გადართავს როგორც მე მინდა. მაშინ მაგით დავასრულებთ ამ მანქანასთან მუშაობას. რა საყვალად ჩქარდება. თან ეხლა ისე მაქვს დანასტროიკებული, რომ მაქსიმალური 900 ვეცხენს ნამდვილად არ იყენებს, უფრო ნაკლებს იყენებს დაახლოებით 830-840 ცხენის ფარგლებში ეხა პორბალზე და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მაქვს დანასტროიკებული, რომ რამდენჯერ უნდა დააჭირო მანქანას, სტაბილურად იმუშაოს და უსაფრთხოდ იმუშაოს რა და ნახოთ ერთი როგორ წავა ეხა მეორე ტესტზე. ყველაფერი კარგად არის გარდა იმ ფაქტისა, რომ კოლოფს არ მოსწონს ამხელა ძალა და ამხელა წონა. პირველიდან მეოთხეს ჩათვლით იდეალურად არის, მეხუთე სიჩქარეში სრიალებს კოლოფი. რაც იმის მანიშნებელია, რომ დროა კოლოფს მიექცეს ყურადღება და პატარ-პატარა განახლებები ჩაუტარდეს. არაფერი საგანგაშო არ არის, გაფუჭებული არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ძალაზე იმუშაოს წესიერად და არის სრიალოს, განახლება არის საჭირო. რასაც ახლა მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ პროგრამულად, რაც არ უნდა გავაკეთო ფიზიკურად, იმას რა ქვია, პაკეტს ვერაფერს ვერ უშველე. როდესაც სიჩქარის პაკეტი ან მოცვეთილია, ან დამწვარია, ან რაც არის. ყოველ შემთხვევაში სხვა დანარჩენი სიჩქარეები ყველა მუშაობს კარგად, მეხუთეც მუშაობს ძალიან ჯიგრულად. მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10-ს, მაგრამ როდესაც ძალაზე რთავს სიჩქარეს, მაგ შემთხვევაში სრიალებს. მაგრამ ეს ჩვეულებრივ მიმავალზე რო დააჭირო და შუა ბრუნზე გადართო დაახლოებით თქვა 4000-ზე ან 5000-ზე, ჩვეულებრივ რთავს და მიდის, მაგრამ როდესაც აი ბოლომდე აწვევი, მაშინ უკვე იწყებს სრიალს გადართვის მომენტში მხოლოდ. მე-5-ში რო დააჭირო, ჩვეულებრივ წავა, იმიტომ რომ აი გადართვისას ძალიან დიდი ზეწოლა აქვს კოლოფს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჭირდება ყურადღების მიქცევა. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და როდესაც ამხელა ძალაზეა საუბარი და ამხელა წონის მანქანაზე, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და ყურადღების მიქცევა ჭირდება. და როდესაც არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ხედავ რომ კოლოფი სრიალებს, გვეუბნებით მომხმარებელს და შემდეგ ვიღებთ შესაბამის ზომებს. ახლა კი ის დროა რომ დავბრუნდა უკან შავში, მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოვიდა, რა სიტყვით დააკომენტარეთ. დიდი მადლობა ყველას, რომ ხართ ჩემთან ერთად. გაქვთ გამოწერილი არხი, იმედი მაქვს. და მომავალ შეხვედრამდე. აქვე პატარა ჩართვას გავაკეთებ ამ 20-24 ესკალეიდიდან. წინაზე როგორც ნახეთ, მე-5 სიჩქარეში გადართვისას კოლოფის სრიალებდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კოლოფის ხელის ხლებას არავინ არ აპირებს, ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო გადამეპროგრამებინა კომპიუტერები ისე, რომ სიმძლავრე შემეზღუდა მე-5 სიჩქარეში და ეხლა რორთავს მანქანა არ სრიალებს, მიდის ჩვეულებრივად, მაგრამ აი ეს რა ქვია, უხეში გადართვა და უხეშად ძალის მოტანის პერსპექტივა აღარ არის. სამაგიეროდ სიჩქარეს რთავს, ძალა უჭირავს, არ სრიალებს, არსად არაფერი არ უჭირს.
და ყველაფერი კარგად არის. ანუ რა გამოვიდა, რომ ძალა მოვაკელი მეხუთე სიჩქარეში და მაგის ხარჯზე კოლოფი იცოცხლებს და არ დაიწყებს ტირილს. სხვა დანარჩენი სიჩქარე მუშაობს ჯიგრულად და ამით დავამთავრე ახლა ნამდვილად ამ მანქანასთან ურთიერთობა.